დილამშვიდობისა, დღეს 20 აპრილია, უყურებთ კურიერს 8 საათზე. რა დადებითი შედეგი ექნება ტრამპ თაუერის მასშტაბურ პროექტს თბილისში. ტრამპის ოჯახის სახით საქართველოში უმსხვილესი ინვესტორის შემოსვლაზე მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ საუბრობენ. ქართული ოცნება აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკურადაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს. თბილისში დაგეგმილი ახალი პროექტის შესახებ პირველად ამერიკულმა პრესამ დაწერა. მალევე მას მოჰყვა ოფიციალური განცხადება უშუალოდ ტრამპ ორგანიზეიშნის მხრიდან. ტექსტში წერია, რომ ცათამბჯენი თბილისში ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აშენდება. პროექტს არქიტექტურული გიგანტი გენსლერი დააპროექტებს და ის მაღალი კლასის რეზიდენციებს, სავაჭრო და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს. შენებლობას სასაკურველია საგანგებო მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით, ბიზნესის თვალსაზრისით და არა მარტო რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს კვლავ გახდება საყურადღებო მიმზიდველი ჩატარებული კვლევები მიუთითებენ იმაზე, რომ საქართველოში ინვესტიცია არის მომგებიანი, რომ საქართველოს შეინარჩუნა სტაბილურობა ამ ხნის განმავლობაში, საქართველოში დაცულია ბიზნესმენის საკუთრება, ნდობა დიდია საქართველოს მიმართ და ამასთანავე საგანგებოდ უნდა გაუსვათ ხაზი. ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები. ტრამპ თაუერი საქართველოში შემოდის და ის საქართველოში არსებულ დეველოპერებთან ერთად უმნიშვნელოვანეს და უმსხვილეს პროექტს განახორციელებს. ეს პროექტი არ არის მხოლოდ ბიზნესის განვითარება, ეს პოლიტიკური მიმართულებაც არის, რადგან ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურობა და სტაბილურობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ქვეყანაში განხორციელებული იყო. თბილისში მყოფ მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეის წევრებს საპატრიარქოში მეუფე შიო მომასპინძლა. მოგვიანებით სტუმრებმა ქართულ კანონმდებლებთან ერთად სიონში გადაინაცვლეს და კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. ჩატარდა პანაშვიდიც. მანამდე ასამბლეის წევრების მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულოს ხტომა შედგა. სტუმრები მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ასამბლეის ხელმძღვანელებმა მასპინძლებს ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. საუბარი შეეხო ასევე გლობალური ეკონომიკური, სოციალური კრიზისების ფონზე ქრისტიანული ფასეულობების დაცვასა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას. მათ ჰქონდათ შეხვედრა საპატრიარქო ტახტის მოსახლესთან, მეუფე შიოსთან და შემდგომ გადაწყვიტეს, რომ ფეხით საპატრიარქოდან მობრძანებული იყვნენ სიონის საკათედრო ტაძარში, რომ თავიანთი ღრმა პატივისცემა და სიყვარული გამოეხატათ საქართველოს აწუყე გარდაცვლილი პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესი ილია მეორის მიმართ. დელეგაციის ხელმძღვანელებმა მოითხოვეს თავად, რომ შეესრულებინათ საგალობელი ძველ ბერძნულ ენაზე ქრისტე აღგამკვდრეთით ეს საგალობელი და შემდგომ უკვე როცა დასრულდა პანაშვიდი უწმინდესი პატრიარქის სულისაოხად, სიტყვები, რომელიც წარმოითქმება ამ მსახურების დროს საუკუნოდ იყოს ხსენება მისი, მათ ასევე ბერძნულად წარმოთქვეს ეს და თავად იგალობეს. ეს დღეები საქართველოში სტუმრად იყოფებიან მართლმადიდებლობის საერთაშორისო ორგანიზაციის სამდივნოს წევრები. მათი სურვილი სხვათა შორის არის, რომ რაც შეიძლება მალე იხილონ საქართველო ევროპაში, გამომდინარე იქიდან, რომ ამით გაიზრდება ევროპაში სწორედ მართლმადიდებელი ქვეყნების, ასე ვთქვათ, სიტყვა, როლი და ეს ემსახურება არა უბრალოდ სათვალავს, არამედ ეს სამსახურება იმას, რომ ქრისტიანული ღირებულებები, რომელიც მნიშვნელოვანია, მათ შორის ფუნდამენტალური არის ევროპისათვის, რომ ეს ღირებულებები არ იყოს ნიველირებული და იყოს ყოველთვის აქტუალური. მოლაპარაკების გასაგრძელებლად პაკისტანში დღეს ტრამპის წარმომადგენლების ჩასვლას ელოდებიან, თუმცა ამ დრომდე უცნობია დათანხმდება თუ არა შეხვედრაში მონაწილეობას ირანული მხარე. პარალელურად ჰორმუზის სრუტეში კვლავ დაძაბული ვითარება. 6 საათიანი გაფრთხილების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ცეცხლი გაუხსნა ირანის დროშის ქვეშ მცურავ გემს, რომელიც საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა. ამჟამად გემი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების კონტროლს ექვემდებარება. მომხდარის გამო ირანის სამხედრო ძალები მუქარის შემცველ განცხადებას ავრცელებს. გემზე თავდასხმა შეფასებულია როგორც აგრესიის აქტი. ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შეერთებული შტატების შეიარაღებული მეკობრეობის წინააღმდეგ მალე საპასუხო ზომებს მიმართავენ, ნათქვამია განცხადებაში. პარალელურად ისრაელის სამხედრო ძალების მიერ გავრცელებული ცნობით ლიბანში მათ მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე ლიკვიდირებულია 250-მდე ჰეზბოლას დაჯგუფების წევრი. განადგურებულია დაჯგუფების 400-ზე მეტი ინფრასტრუქტურული ობიექტი, ამოღებულია 1000-მდე საბრძოლო მასალა და იარაღი. წახალმა მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ მიწისქვეშა გვირაბებსაც მიაგნა.
უკრაინაში კიევის ოლქში რუსული უპირალტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები. მანამდე დრონებით საჰაერო იერიშის საფრთხიდან გამომდინარე კიევსა და სხვადასხვა რეგიონებში განგაში იყო გამოცხადებული. ამ დროს ხანძარი იყო რუსეთში. კრასნოდარის მხარეში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. შემზარავი მასობრივი მკვლელობა ლუიზიანაში. საოჯახო კონფლიქტმა 8 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგედია ქალაქ შტრიპორტში მოხდა. პოლიციის ცნობით შეერაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ნახევრად ავტომატური იარაღიდან გახსნა. 7 ბავშვი სახლში, მერვე კი მაშინ მოკლეს, როცა ის სახურავზე ასული გაქცევას ცდილობდა. დაჭრილი 2 ქალი, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. სამართალდამცველების თქმით, დანაშაული 3 სხვადასხვა ადგილას ვითარდებოდა. დამნაშავემ გატაცებული მანქანით მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მისი ლიკვიდირება მალევე შეძლო. და კვლავ საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს შეხვდა კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარე. მხარეებმა ბაზარზე ასებული გამოწვევები, მათ შორის ინტერნეტის ხარისხი და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა განიხილეს. გოკაკულორდავამ კომისიის ხედვა წარმოადგინა და ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა. იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც მათი მხრიდან იყო დასმული, ჩვენ ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შევქმნით, რომელიც საბოლოო ჯამში გააკეთებს იმ საქმეს, რასაც ტელეკომ სექტორის ბაზარზე გაჯანსაღება ჰქვია. იმ ოპერატორებს, რომლებიც საქმიანობენ ინტერნეტ ბაზარზე, მათ შორის IPTV ბაზარზე, მოიცავთ საქართველოს და მათ დღეს თავად უშუალოდ გაეზიარებინა თავმჯდომარისთვის ის გამოწვევები, რომლებიც თქვენ გვაქვს და მიგვაჩნია, რომ მათი დაძლევა არსებითად შეგვიწვლის მოცემულობებს ინტერნეტ ბაზარზე, მათ შორის ხარისხის გაუმჯობესების, მათ შორის ინტერნეტის სიჩქარის გაუმჯობესების. ღვინის ხარისხის კონტროლი გაუმჯობესებულია. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ათეულობით კომპანიაში ამოწმა და 60-ზე მეტი დეგუსტაცია გამართა. ითქვა, რომ საექსპორტო პროდუქციაში დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გამოწვევად რჩება ადგილობრივი ბაზარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით შემოწმებული 56 კომპანიიდან 33-ში დარღვევა დაფიქსირდა. ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას როგორც სახელმწიფო კონტროლის, ასევე საინსპექციო კონტროლის, სახელმწიფო ზედამხედველობის მიმართულებით. შევდივართ საწარმოებში, ვამოწმებთ წარმოების პროცესს, ასევე საზღვარზე მოწმდება მზა პროდუქცია. მინდა აღვნიშნო, რომ შარშანდელთან შედარებით ნაკლებად ვლინდება შეუსაბამობები. ვფიქრობ, რომ ჩვენ წარმოებლებს გათვითცნობიერებული აქვთ ის პასუხისმგებლობა, რაც საჭიროა ქართული ღვინის წარმატებისთვის გლობალურ ბაზარზე. რაც წლები გადის, ჩვენი ღვინის ხარისხი უკეთესდება. და რაც მთავარია, თან უბრუნდებით იმ ძველს, რაც ადრე იყო. ჩვენ ტრადიციულ მეღვინეობას. ყველაზე კარგები უნდა ვიყოთ ქვევრის ღვინოში, რასაც ჩვენი ტრადიციული მეღვინეობა ქვია და საერთოდ ღვინის წარმოება უნდა იყოს ჩვენთან მაღალ დონეზე. გარდაბანი მარნეული სატყეუბანზე ჭალის ტყის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. 65 ჰექტარზე, სადაც ეკოსისტემა წლების განმავლობაში ზიანდებოდა, უკვე დაირგო 25,000 ინერგი. მიმდინარე წელს მათ კიდევ ამდენივე ჭალის მუხა დაემატება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალური კვლევის საფუძველზე შერჩეული ტერიტორია სრულად შემოიღობა, რაც ბუნებრივი განახლების პროცესსა და ბიომრავალფეროვნების დაცვას ხელს შეუწყობს. 2026 წელს ჩვენ გეგმოთ დამატებით ასევე 25,000 წითელი ნუსხით დასული სახეობის ჭალის მუხის დამატებას ამ ტერიტორიაზე. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და ასევე წარმოადგენს ჩვენი რეფორმის მთავარ ერთ-ერთ მიზანს. მინდა აღვნიშნო, რომ სატყეო სააგენტოს ქვეყნის მასშტაბით წელს მიმდინარე პროექტებით დაგეგმილი აქვს 3,500 ჰექტარზე მოვლა აღდგენის პროექტების განხორციელება. ძიუდოს ევროპის კავშირის პრეზიდენტ შეხვდა საქართველოს სპორტის მინისტრი. მხარეებმა თბილისში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი შეაჯამეს და საომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს ასევე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოში ჩატარების პერსპექტივები. შეხვედრა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ვეტერანი ძიუდოისტიც ესწრებოდნენ.
ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში სპორტის სამინისტროში შევხვდით ძიუდოს ევროპის ფედერაციის პრეზიდენტს. ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა უმაღლეს დონეზე, ასევე ვისაუბრეთ საქართველოში ძიუდოს განვითარებაზე და შევთავაზეთ, რომ მომავალ წელს საქართველოს უმასპინძლებს ძიუდოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს. ჩვენ დავასრულეთ თბილისში 2026 წელს ჩატარებული ძალიან წარმატებული ევროპის ჩემპიონატი. ასევე გავიხსენეთ ბოლო 17 წელი, პირველი და მეორე ევროპის ჩემპიონატები. საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობა არის გამორჩეულად მაღალი დონის. ამ ჩემპიონატის დასრულებამდე აღნიშნა, რომ ეს არის ევროპის ძიუდოს კავშირის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და საუკეთესო ევროპის ჩემპიონატი. გილოცავთ ყველას ამ დიდ წარმატებას. ასეთ იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება, მე 9-მდე უნდა დაგემშვიდობოთ. დროებით. მადლობა ანუკა, დროებით დაგემშვიდობოთ.